მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო, კიდევ ერთხელ სასიამოვნოა თქვენი ჩემ ვიდეოს არხზე შემოსვლა. ყველას ვისაც გაინტერესებთ, გაქვთ სურვილი, რომ შემოხვიდეთ მომისმინოთ, კომენტარი მომწეროთ, დამილაიქოთ, ყველას გიხდით მადლობას. იმიტომ რომ არც ერთი სიტყვა ამ სამყაროში არ იკარგება, ყველაფერს აქვს თავისი აზრი და ყველა სიტყვა მატერიალისტები. როგორ და რანაირად ეს კიდე ცალკე სიღრმისეული თემაა. ეხლა უბრალოდ მომინდა ესეთი თემის გაშლა, როგორც არის ტელეპათიური კავშირები. ანუ თქვენ საყვარელ პარტნიორთან, იმ ადამიანთან, ვის მიმართაც გაქვთ გრძნობა, რამდენად მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მანძილიც გაშორებდეთ, ხო, უმრავლესობას. რამდენად სიღრმისეულია ეს კავშირი, რამდენად ენერგეტიკულად ხართ დაკავშირებული, რამდენად გრძნობთ ერთმანეთს. ეხლა შეიძლება ძალიან ვრცლად არ გამომივიდეს, იმიტომ რომ ეს მაინც საჯარო გაშლის ფორმატია და მთლიანობაში უნდა ავიღო ის ინფორმაცია, რაც მომივა სამყაროს ენერგოსაინფორმაციო კოლექტიური სივრციდან. ეხლა მით უმეტეს, როცა აწეულია ენერგეტიკა და დედამიწა ახალ ვიბრაციებში შედის და ეს ყველაფერი გვინდა თუ არ გვინდა, ნახეთ ჩვენი როგორც ქვეცნობიერი, ასევე ფიზიკური სხეული და სულიერიც ვითარდება, ადაპტირდება და გადადის ამ ახალ ვიბრაციებში, გვინდა თუ არ გვინდა, ესე ხდება. ყველას ინდივიდუალურად სხვადასხვანაირად, რო იტყვიან უკუჩვენებები არის, მაგრამ რახან ვართ ამ დროში, ამ განზომილებაში, ესე იგი საჭირონი ვართ, ესე იგი გვაქვს რაღაც ჩვენი დაკისრებული მისია. ან და უბრალოდ ის კარმის პროგრამა უნდა გამოვასწოროთ, რომ გადავიდეთ ახალ ლეველზე, უკეთეს სიტუაციაში, ჰარმონიაში, ერთმანეთისადმი, ესე იგი კეთილგანწყობილები უნდა ვიყოთ და გვამზადებს სამყარო, რომ გადავიდეთ უფრო ახალ სულიერ სამყაროში, სადაც არ იქნება არა ურვა, არა თქვათ იგივე ტანჯვა, არამედ იქნება სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე, საცნოება და აქეთ მიდის სამყარო. ეს არ მოხდება დღეს, არ მოხდება ხვალ, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ვიცით უკვე რომ დაწყებულია და ნელ-ნელა მიდის აქეთ. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის პროცესი. ანუ ნახეთ, ბჰაგავად გიტაში, ხო, იგივე და შრიმად ბჰაგავატამში, ეს არის ძველი 5000 წელი, შეიძლება ითვლის უფრო მეც ვედური ცოდნა, სადაც აღწერილია ეს პროცესები. კალი იუგა ქვია ეხლა აი ამ ჩვენ საუკუნეს, ამ ჩვენ პროცესს, რა ვითარებაშიც ეხლა ჩვენ ვართ და ყველაფერი არის ციკლურობა, ნახეთ. ანუ ისტორიაც მეორდება და ეს ციკლურობა ხდება დედამიწაზე. რაღაც 1000 წლის შემდეგ, ესე 100 წლის შემდეგ, ესე ანუ ბრუნდება რაღაც სიტუაცია, ხელახლა იწყება, განვითარება, აიწევს ყველაფერი ზემოთ, რო იტყვიან უნივერსალურ რაღაც პედისტალამდე ავა, მწვერვალამდე, იგივე ხელოვნება, მუსიკა, მაგალითად ხო იყო აღორძინების ეპოქა, ვიცით რენესანსის ეპოქა, ვიცით ლეონარდო, მიქელანჯელო, ტიციანი, რაფაელი, ანუ ვიცით ხო, რამხელა, ესე იგი შედევრები და გენიალური ადამიანები იყვნენ, რომ ხელოვნება ავიდა უდიდეს, ასე ვთქვათ, საფეხურზე. მერე ნელ-ნელა დაიწყო დეგრადაცია და ჩამოვიდა. იგივე მუსიკა, ბეთჰოვენი, მოცარტი, ბახი, არ ვიცი, ბევრი, ხო?
რომლებიც წერდნენ ზეციურ მუსიკას. ისინი იყვნენ გამტარები იმ პერიოდის ესეთი ადამიანები, რომლებიც იღებდნენ აი ამ ნიჩს და შემდეგ ამას მატერიაში, ქმნიდნენ ესეთ ღვთაებრივ მუსიკას, მაღალ ვიბრაციულს, ხო? რომელიც რო განვითარდა იმ პერიოდში, ნახეთ, მერე მუსიკამ დაიწყო დეგრადაცია. აი სადღაცა 70-იანი წლები იყო მართლა ესეთი დიდი ბუმბერაზე შემსრულებლები, ჯგუფები იყვნენ, ხო, რომ გამოდიოდნენ, მართლა მაგარი მუსიკა ქონდათ და სიმღერებიც აგებული სიყვარულზე, აი მოგეწონებოდა, გულს უხარია რო იტყოდით და აი მერე, ჩამოვიდა ტექნო რაღაცა საშინელება რა, ეხლანდელ მუსიკას, ხო, უბრალოდ ვერ მოусმენ. ხო და ყველა უსმენს იმ ძველ მელოდიებს, სიტყვაზე ვიწრხი. ასე არის მხატვრობაც, ხო? ასე აი ყველა სფერო ავიღოთ, ავიღოთ მწერლობა თუნდაც. როგორიც იყვნენ ახლა ილია, ვაჟა, იქით აღარ ვიძახი ახლა, ხო, სტენდალი, ბალზაკი აღარ მინდა ახლა. ევროპისკენ წავიდე, მსოფლიო ლიტერატურას არ გულისხმობ, ხო? შედევრები აქვთ დაწერილი და რა არის დღევანდელი აბა ქართველი რომელი მწერალია ახლა ისეთი გამორჩეული და ცნობილი. მე მაგალითად რა ვიცი, არ ვიცნობ. შეიძლება თქვენ იცნობთ და იცით და უდრიდეს ვაჟას, უდრიდეს იგივე გალაქტიონს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ჩართული იყო და ყველგან წერდა და რო აი ამ ჩართულობას რომ ვერ უძლებდა, იმიტომ რომ ადამიანი იყო, იმიტომ სვავდა და ითიშავდა თავს, ხო? ტვინი რო გაეთიშა. ხო და რა ვიცი, ესეთი გენიალური ადამიანები იმ პერიოდში, იმ ეპოქაში ბევრი იყვნენ, მაგას ვიძახი და ეხლა არ არიან. კი არიან რაღაც შეიძლება ერთეულები, მაგრამ ძალიან მცირედნი. ეს იმიტომ რომ პროცესია ასეთი, დეგრადაცია, ჩამოდის, ყველაფერი ჩამოდის ქვემოთ. ეხლა აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე და იმიტომ რომ ისევე დაიწყოს აღორძინების ეპოქა, ისევე დაიწყოს თუნდაც ამ ხელოვნების აღორძინება, იგივე მუსიკის, იგივე მხატვრობის, იგივე ლიტერატურის, აი ამ ყველაფრის ღვთიურის, სულიერების, გესმით? და გაღვივდეს პირველი შემოქმედი თვითონ მამა ღმერთია, ვინც შექმნა ეს ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა. ყველა სულიერი ფშვინვერი ცოცხალი არსება, გესმით? და პირველი არქიტექტორი, პირველი რეჟისორი, დირიჟორი, პროგრამისტი, რა ენაზე ვთქვა. ეხლა მოდის ტექნოკრატიული ეპოქა, რა. ადამიანი რობოტის დონეზე, რაღაც კომპიუტერული პროგრამები, რაც ვიცით, ის, ადამიანს მიერთებული, იგივე ცოცხალ სხეულზე და ის ღვთიური ქრება. და ხდები, დაჩიპული, ხდები რობოტი, იქნება ძალიან დიდი რეკლამა, რო აგებრმებს, თვალებს აუხელენ, თქვათ ხეიბრებს, გაატარებენ და მოკლედ ისინი, რა ქვია, ყრუნი გაიგებენ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი რის ფასად, ნახეთ, უნდა დაუსვათ ყოველთვის, გქონდეთ ესეთი კრიტიკული აზროვნება. შენ ამას ღებულობ. გასაგებია, რომ შენ შეიძლება ეხლა ამ წუთას ხეიბარი ხარ, პრობლემა გაქვს ჯანმრთელობის და ის გპირდება, რომ აი მე ფეხზე დაგაყენებ და შენ ამას რომ ჩაიდგავ, თავისუფლად გაივლი. ეს ხო ოცნებაა ბევრისთვის და ძალიან საცდუნებელი რამეა, მაგრამ რის ფასად? აი ამას რო ეკითხები, სამყაროში არის ესეთი რაღაც, რომ შენ რო რაღაცას აკეთებ, იქიდან რაღაცას ღებულობ. ან შენ თუ ითხოვ რაღაცას, ხო, რაღაცა უნდა გაიღო, ნახე?
ეს არის დუალიზმი. ეს არის ესეთი change, გაცვლა გამოცვლის, იგივე როგორც ვთქვა, ენერგიების ესეთი კანონი, რომელიც ბალანსი, ესე ქვია სამყაროში, ამ კანონს და ამ ბალანსზე, ამ კანონზე დგას ყველაფერი. ანუ ისე არავინ არაფერს არ გაგიკეთებს, ისე არავინ ის რეკლამებიც იმიტოა, რომ რაღაცნაირად შეგიტყუონ, რაღაცნაირად, ესე იგი, დაგაპროგრამონ, ტვინი აგერიონ, შენ ესე იგი მოტყუდე რის ფასად. რომ ეს ღვთიურობა, ეს იგივე ინტუიცია, ეს იგივე ინსაიდი, ეს იგივე სიზმრები, გამოცხადება, თუნდაც ახლა ტელეპათია ვახსენე, ეს ყველაფერი რომ არ გქონდეს და რატომ? იმიტომ რომ იმათ ყველაზე მეტად იციან, რომ ყველა ადამიანი არის ღვთისშვილი, ყველა ადამიანში არის ღვთის ნაწილაკი და ყველა ადამიანს აქვს ის შესაძლებლობები, ზებუნებრივი, ასე ვთქვათ, და ნიჭები დაჯილდოებული და ზუსტად ეს არ უნდათ მათ არაწყობთ ამდენი მასის. ეხლა იქ რომ რამოდენიმე რაღაცა გამოიღვიძებს და იმათ ეს ნიჭები ექნებათ, გასაგებია, მაგრამ წარმოიდგინეთ მასები, უმრავლესობა ადამიანების, რომლებიც გამოღვიძებულნი არიან. მათ ეს აწყობთ? დაუკვირდით აბა, დაფიქრდით ამაზე, რა თქმა უნდა არ აწყობს. ამიტომ ქმნიან ალტერნატიულ გზას. ცოდნას ფლობს ის მეორე მხარეც და ძალიან დიდ ცოდნას. მაგრამ იმ ცოდნის ფასად შენ ის ღმერთიდან მონიჭებული, ხო? ნიჭი იქნება თუ ზებუნებრივი რაღაც ძალა იქნება. შენ თუ აირჩევ იმას, მაშინ ეს ღვთიურობა, ეს სულიერება შენში უბრალოდ არ იქნება. იმიტომ რომ ჩიპ ჩადგმულ ადამიანს და მივდივართ მაგეთ ტექნოკრატიული ეპოქა, შევედით უკვე, ხო? ეს ახლა დღეს ხვალ არა, მაგრამ აი ამ წლების განმავლობაში უკვე ძალიან აქტუალური იქნება. ცივილიზებულ და კოსმოპოლიტენ ქვეყნებში უკვე ამაზე მიდის, ხო? საუბარი ვიცით. ეს ღვთიურობა არ უნდათ მათ. რატომ? იმიტომ რომ ყველა ადამიანის დნმ-ში არის ჩადებული. და აი ამის ჩაქრობა რომ უნდათ, ამიტომ იგონებენ ახალ რაღაც საშუალებებს, იგონებენ ახალ ტექნოლოგიებია, ის ვაქცინებია, დნმ-თან, ანუ ნახეთ სისხლში, სისხლი ფლობს, სისხლის უჯრედი არის ცოცხალი, მასშია ეს ინფორმაცია, მეცნიერულად გიხსნით ახლა. და ის სისხლი, ხო, ჩვენი დნმ, ის რო არ გაღვივდეს, იმან რო არ გაიღვიძოს. ამიტომ უნდა შეცვალონ გენეტიკა, შეცვალონ ის სისხლის უჯრედების აი ეს ფუნქცია, მოლეკულა თუ რა ვიცი, რაც არის, ხო, ეხლა მე ექიმი არა ვარ, მე ამას ხსნი უბრალოდ მეცნიერულად, იმიტომ რომ მაინტერესებს და ის ვაქცინები, აცრები და სხვა კიდე რაღაცა ბევრი რამე აქვთ გამოგონილი, კლავს ამას. კლავს, რომ შენ ესე იგი არ გქონდეს მესამე თვალი, შენ ესე იგი არ იყო შეერთებული კოსმოსთან, ღვთიურ ენერგიასთან, ხო? მეშვიდე ჩაკრას ახასრარა. არ გქონდეს, არ იყო ემპათიური, ანუ გეცოდებოდეს ადამიანი, ხო? აი შეცოდება, შებრალება. აი არ მოგინდეს, რომ ადამიანს დაეხმარო და აი ბევრი ესეთი რაღაცეები, რაც ჩვენ გვაქვს, ხო? მახასიათებელია ეს ჩვენი. მათ ეს არ უნდათ, შენ უნდა იყო რობოტი, აბსოლუტურად ცივი გონების, არ გქონდეს არანაირი ემოცია და რობოტივით ანუ აკეთო შენი საქმე, ხო? და თან პლუს კონტროლის ქვეშ, ანუ იმათი კონტროლის ქვეშ. გესმის? აი ესეთი ვარიანტია და ეს კონტროლი და ის ვინსაც უნდა ადამიანებზე კონტროლი, ეს ყოველთვის არის
ბოროტი, ბნელი ძალა. იმიტომ რომ მხოლოდ ერთადერთი ღმერთი აძლევს ადამიანს თავისუფლებას. მე ვარ გზა, თავისუფლება და ჭეშმარიტება, ამბობს ქრისტე, ხო? ხო და ვის უნდა რომ შენ იყო მისი მონა? ვის უნდა რომ შენ ესე იგი გაკონტროლოს, გმართოს? დაფიქრდით. აი ესეთ სიტუაციაშია და ამიტომ არის გაყოფა სულების, გაყოფა ადამიანების, მაგიტომ ხდება ეს ყველაფერი გლობალურად. ამიტომ ხდება ქვეყნების გაყოფა. გვინდა თუ არ გვინდა, ესეა. ეს ანუ ჩემიდან არ არის, თქვენიდან არ არის. ამ ეპოქაში შევედით და იმიტომ უკვე უნდა მოხდეს გადანაწილება. ის იქეთ, ეს აქეთ, ანუ გესმით და აი ამ გადანაწილების პროცესში ვართ ეხლა. აი ეს მიმდინარეობს. სულების გადანაწილება, ადამიანების გადანაწილება, ქვეყნების გადანაწილება. ვინსად მოხვდებით? აი ამაზეა საუბარი. ეს არის სულიერი ომი. ამით ებრძვიან სულიერებას, ღმერთს. და ნუ რავინ დაგაჯერებთ თქვენ, რომ არიქა ეხა იმას ის უნდა, ამას ეს არა. კი, რესურსებიც უნდათ, ძალაუფლებაც უნდათ და ყველაფერი, მარა მთლიანობაში ეს ბრძოლა, ღმერთთან ბრძოლა იმ სისტემამ, იმ მეორე მხარემ, იმ მეორე ძალამ გადაწყვიტა ასე, აი ესე შემოვლით. კი, ადრეც ებრძოდნენ ქრისტიანებს, ოღონდ პირდაპირ. ეხლა უკვე ასე ებრძვიან. და პირდაპირ ბრძოლაც იქნება, ჯერ სადახართ. პირდაპირაც იქნება დევნა. მაგრამ ნუ ჯერჯერობით აი ესეთი სატყუარებით. და ეს არ არის ჩემი მოგონილი და ჩემი, ვთქვათ, აქ სუბიექტური აზრი, ხო? ამაზე საუბრობს ძალიან ბევრი გამოღვიძებული, გასხივოსნებული, სულიერი ადამიანი, იგივე ბერები საუბრობენ, უკვე რა ხანია, არ არის ეს ახალი. არ ახალია ეს, გესმით, დიდი ხანია უკვე. წლებია ელოდებიან ამ დროს. და მოვედით უკვე რა, ამ დროში ვართ. ტელეპათიური ურთიერთობა თქვენსა და თქვენ პარტნიორს შორის რამდენად ძლიერია, მიუხედავად მანძილისა. ორ ვარიანტზე გავაკეთებ. ჩაიფიქრეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანი, ვინც თქვენ გაინტერესებთ, ვისთანაც ახლა შეიძლება არც გიწევთ ურთიერთობა, პირველი ვარიანტი, ტელეპათიური ურთიერთობა, რამდენად ეს კავშირი ძლიერია, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, გაჩვენებთ მეორე ვარიანტებსაც. რაც გვეტყვის კარტი, ავიღებ the magic oracles. ტელეპათიური კავშირი რამდენად ძლიერია, ეს ადამიანი თუ გრძნობს თქვენთან კავშირს, პირველი ვარიანტი, თუ გრძნობს ეს ადამიანი თქვენთან კავშირს, მეორე ვარიანტი, ასევე ბოშური ორაკულიც. მესამე დასტავიღე, ესეც რჩება ორაკული, ტელეპათიური კავშირი რამდენად ძლიერია თქვენ პარტნიორთან, თუ გრძნობს ის და თქვენს ერთმანეთს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. აქ ეხა უნდა ჩაიფიქროთ ორი ვარიანტი, ნახეთ. არის პირველი ვარიანტი და არის მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი არის მთის ბროლი, აი ესეთი. მთის ბროლი. მეორე ვარიანტი არის ვარდისფერი კვარცი. თქვენ გადაწყვიტეთ ეხა რომელს აირჩევთ. ან მოусმინეთ ორივეს, აქტუალურია იმ პროცესში, როცა თქვენ უკვე დააჭერთ და რაღაცნაირად მოგინდებათ ამ ინფორმაციის გაგება, ვიდეო ამოგიგდებთ YouTube-ი, რა ვიცი, ხო? არა აქვს მნიშვნელობა დროს, იმიტომ რომ დროს სამყაროში არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. აი ეხლა ამ მომენტში, ათყოში, ეხლა არის დამოხტული იმაზე, რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია, რამდენად ძლიერი კავშირია თქვენსა და თქვენ პარტნიორს შორის ტელეპათიურად. პირველი ვარიანტი. ვიწყებ მთის ბროლით. ესე იგი
თქვენ დაგაჯილდოვათ სამყარო ამ ადამიანის შეხვედრით, ნახვით. ეს არ იყო შემთხვევითი ის ადამიანი, რომელიც პირველი ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა, რაღაცნაირად როგორც განდეგილი ისე ცხოვრობდა რაღაც პერიოდი, ან ეხლა არის როგორც განდეგილი მოწყვეტილი სოციუმს, მაგრამ თქვენ რო შეხვდით, ამ ადამიანს გაუჩნდა სურვილი თქვენთან ურთიერთობის, იმიტომ რომ ის უხილავი ენერგეტიკა, ნახეთ, ის უხილავი მიზიდულობა, სიმპათია, აი ეს ყველაფერი იგრძნო და მას მოუნდა თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება სტაბილურად, მოქმედება ჩანს, აი ცეცხლი აუღვივდა, მიუხედავად დიდი ხანი მისი განდეგილობისა. გახდა თქვენი მხედარი და ეხლა დაჯილდოებული ხართ ამ ადამიანით. რატომ? იმიტომ რომ თქვენ ორივე თითქოს ერთ ხაზზე ხართ. აი თქვენი ორივეს ენერგია რაღაცნაირად ეხლა მე იმას კი არ ვიძახი, რომ ტყუპებივით იდენტურია, არა. განსხვავება არის, მაგრამ გრძნობთ ერთმანეთს. რაღაც მომენტში ნახეთ, ეს ადამიანი გაძლევთ იმის საშუალებას, გახსნილია. შეხედეთ კარგად ამ დასტას. გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენ, ესე იგი, იგრძნოთ მისი ენერგია, მისი ემოცია, მისი ფიქრები. ანუ მე ვიძახი ეხლა ამას ქვეცნობიერად, ხო? არ იკეტება და თქვენ ამას გრძნობთ. შეიძლება არ ამბობს, არ ლაპარაკობს, არ საუბრობს, მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე რაღაცა ძაფები არსებობს, რაც თქვენ გაკავშირებთ ერთმანეთთან და ამ შემთხვევაში ორაკულისგან არის ესეთი რჩევა, რომ ეს არის კი ცოტა ძნელია რაღაცა უსამართლობა რაღაცას ქონდა სასამართლოს კარტი ამოდის. ან იმის მხრიდან, ან თქვენი მხრიდან, ან რაღაც იყო გაყოფა, შეიძლება გაშორდა, შეიძლება გაშორების პროცესში, არ ვიცი. მოკლედ, რაღაცა აი ესეთი სამართლიანობის კარტი, თვითონ პროკურორი ამოვიდა, მოსამართლე ამოვიდა, მაგრამ გააძლევთ ესე იგი სამყაროს საშუალებას, ეს პირდაპირ მნიშვნელობით მოსამართლე არ არის. უბრალოდ ამოდის ესეთი რაღაცა, რომ გადავხედავთ ამ სიტუაციას თქვენ პარტნიორთან დაკავშირებით, სამყარო იძლევა ინფორმაციას, რომ შეიძლება კიდე დაგიბრუნოთ ეს ადამიანი, რომ აქ ამოდის ორი აი ესეთი დადებითი კარტი, რაც ნიშნავს, რომ სტაბილურად შეიძლება გაგრძელდეს ეს ურთიერთობა, შესაძლებელია. ანუ ეხლა შეიძლება არის აი ესე, ან ისე, ან ასე, აი არ ვიცი როგორ, მაგრამ უზენაესი სამართლიანობის სამყაროს ასეთი კანონების მიხედვით გამოდის მოსამართლე, რომელსაც ეხება ეს თქვენი სფერო და გეუბნებათ გადავხედავ ამ სიტუაციას. თქვენსა და ამ ადამიანს შორის, ანუ ეტყობა თქვენ ითხოვთ, გინდათ ამ ადამიანთან, ხო? გადახედავენ, დაელოდეთ. ამ შემთხვევაში აქ შემიძლია ვთქვა, რომ ტელეპათიური რა არის? ბნება გაქვთ ორივეს, the passion ამოვიდა პირველი და ის რომ უნდა თქვენთან ინტიმი და ახლა ურთიერთობა და ამას გრძნობთ თქვენც, რომ უნდიხართ როგორც ქალი. აი ესეთი კავშირია ჯერჯერობით. ეხლა მეორე ვარიანტი ვინ ჩაიფიქრა? მადლობა პირველებს, გადავედი მეორე ვარიანტთან. აი როგორი კავშირია თქვენსა და თქვენ პარტნიორს შორის, რას გვეუბნებიან თქვენი ასე ვთქვათ დღევანდელი დღის ინფორმაციით კარტები. თქვენ ხართ ძალიან მომხიბვლელი, ძალიან პრაგმატული, აი მიწიერი ქალი, რას ნიშნავს? ქალი, რომელიც ყვავის შინაგანად და შეუძლია აი წესრიგიანი, ყველაფერი თავის ადგილას, ანუ გიყვართ რა მოკლედ, წესრიგი ყველაფერში. ეს ადამიანი არის თქვენი პარტნიორი, საყვარელი, ამოვიდა პირდაპირ. რაღაც მომენტში გაციება იყო თქვენსა და მას შორის და თითქოს გაწყდა კავშირი, მაგრამ ეს დროებით რატომ? იმიტომ რომ ამოვიდა აქ რაღაცა ნახეთ პრობლემა. პირდაპირ ამოდის რაღაცა პრობლემა, არ ვიცი.
აი რაღაც მოვიდა რა ამ ადამიანს ისეთი რომ რაღაც მომენტში თითქოს არ შეეძლო მოსვლა იყო დაკავებული ან ამ პრობლემაში ჩაძირული ან გაქურდეს ან რაღაცა დანაკარგს ჰქონდა ადგილი ან ის თავისი საქმე რასაც ელოდებოდა არ გამოვიდა ანუ აი ბევრი ვარიანტებია ხო საჯარო გაშლა მაგრამ ტელეპათიური კავშირი როგორც ასეთი აქ პარტნიორული ურთიერთობა სიყვარული ნამდვილად კურთხეული იმიტომ რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ და ეს გულგაციება და რაღაც სიცივე რაღაც მომენტში თქვენ ამას იგრძნობდით მოდის იმიტომ რომ აქ რაღაცა პრობლემა ხო მოსაგვარებელი და რაც მთავარია აქ ეჭვიანობას ჰქონდა ადგილი მე არ ვიცი ხლა თქვენი მხრიდან იყო ეს თუ მისი მხრიდან იყო რაღაც სიტუაცია რაზეც თქვენ ესე იგი ეჭვი შეგეპარათ ქალზე დიახ ბატონო მაგრამ მეორებს კიდე გადავხედავ რაღაცა იგრძელით გაციება და ამიტომ იეჭვიანეთ და თუ გამოჩნდება ეს ადამიანი მეორე ვარიანტი აჩვენეთ აბა ეჭვიანობას ჰქონდა ადგილიოდა ხო ნახოთ კი გამოჩნდება აუცილებლად და მოვა ისევ დაგიბრუნდებათ მაგია მოდის ანუ ამოდის მოქმედება ეხლა რა ხდება იცით რაღაც სიტუაციაში ეს ადამიანი რო გაცივდა ნახეთ იმიტომაც და თან რაღაცა პრობლემებში რო ჩავარდა ქურდობა არის პირდაპირ გაგებით, მაგრამ ეხა პირდაპირ არ გაიგოთ ეს. ქურდობა რას ნიშნავს? ანუ რაღაც დანაკარგი, რაღაცა, რასაც ელოდებოდა ვერ აიღო, არ ვიცი რა, ბევრი ვარიანტებია, ხა თქვენ თვითონ გადახედეთ და მოირგეთ, მაგრამ ეს გაციება იყო ამის გამო. აქ ეჭვიანობა და სხვა ქალი არ ყოფილა. არჩევანის წინაშე დადგა რესურსები რომ მოაკლდა და თან ეს რაღაცა უკმაყოფილება ეს რაღაცა პრობლემა რომ შეხვდა ანუ ვეღარ განაგრძო თქვენთან ურთიერთობა სიყვარულს გულისხმობ ამ შემთხვევაში და გაცივდა რაღაც მომენტში შეიძლება გეუხეშათ კიდეც რაც ეხა თქვენ აი ესეთ ლამაზ რო იტყვიან ყვავებული ქალისთვის ცოტა არ იყოს და ну არ შეიძლებოდა ესე რო ეთქვა მესმის ამიტომ თქვენ რაღაც გარკვეული დეპრესია განიცადეთ და ეს დააბრალეთ ეჭვიანობას ალბათ სხვა ყავს აი ესეთი ფიქრები წამოვიდა მაგრამ არ არის ეს ასე მინდა გითხრათ აუცილებლად მოვა ეს ადამიანი ეხლა მე ვერ გეტყვით რომ ბოდიშს მოიხდის არა მაგრამ რაღაც სიტუაციაში ხარ აქ ჩანს მოქმედება ხო და ჩანს ის რომ აუცილებლად გეტყვით რომ ისე უყარხართ და ეს უბრალოდ დროებითი რაღაც პრობლემა იყო რომელიც უნდა მოეგვარებინა ასე რომ ტელეპათიურად თქვენ კი გრძნობთ მაგრამ არასწორად გაიგეთ ის სიტუაცია რომ აი მიღალატა და ვიღაც სხვა ყავს არა აქ არის შეიძლება არ გითხრათ ფინანსური ბიზნეს რაღაცა პრობლემა რაღაც დანაკარგი ასე რომ ესე მოკლედ დავამთავრებ ეს იყო საჯარო პირადში ჩანს ყველაფერი მთავარია ვიცოდე ამ ადამიანის სახელი და აბა თქვენ იცით მადლობა კიდევ ერთხელ